დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება დაიწყო. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი ან ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს. იპოთეკური სესხის დასაფარად ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არაუმეტეს 20,000 ლარია. განაცხადთან უნდა ერთვოდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განცხადebლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადების მიღება 2015 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. ეს ითვალისწინებს ჩვენს ბენეფიციარებთან 2015 წლამდე ბანკებიდან აღებულ კრედიტებს, იპოთეკურ სესხებს, რომელთა მიზნობრიობა ცალსახად არის განსაზღვრული და იგი ემსახურება მათ საცხოვრებელი სახლების შეძენას და ინდივიდუალურად თითოეულ მათგანთან სამინისტრო შედის თანადაფინანსებით 20,000 ლარის ფარგლებში.